ყოფილი დიპლომატის კიდევ ერთი წინასაარჩევნო დღეებთან შეხვედრით დაიწყო უკვე გაწერილია ყოველი დღის განრიგიესი თვის განმავლობაში ძირითადი დრო საარჩევნო პროგრამას და მოსახლეობასთან შეხვედრებს ეთმობა. მერობის კიდევ ერთი კანდიდატი კურიერში ირაკლი ალასანიას დაპირებების მთავარი პრიორიტეტი დასაქმება ჯანდაცვა და სოციალური სფეროა. გამრეკელის ქუჩის 2 ნომერს მერობის ნომერ მეორე კანდიდატი ყოველდღე ცხვრის ნახევარზე ტოვებს. ჩვენ შეცვლით სლოგანის ავტორი თბილისის შეცვლაზე ფიქრს სწორედ ამ დროიდან იწყებს. ყველა შენობა ნაგებობა რაღაც ინდივიდუალური პროექტით მიმდინარეობდა, არ ჩნდებოდა ზოგადად იმ უბნის, იმ რაიონის არქიტექტურულ კონტექსტში. აი ეს საკადე თუ მოხდა. ნაკლებად რა, ჯერჯერობით ნაკლებად, ვერ აღვიქვი, თქვა საბოლოოდ ამ მოედანს, ამ ლამაზ მოედანს რა სახე ექნება. ერთ სურათით. აქ მთავარი ეს არ არის, მთავარი ის არის როგორ ხორციელდება ეს პროექტი. დამალულად ახლა არც ვიცი ზუსტად 90 მილიონი დოლარი ჯდება. პროექტი არავის არ უყურებს. ალიანსის ლიდერმა დილი რანგეზი რევიზიონისკენ აიღო. 9 საათზე ალასანიას შეხვედრა შვედეთის ელჩთან ჰქონდა დანიშნული. ელჩთან შეხვედრის დეტალებზე მსჯელობა პარტიის შტაბის კრებაზე გაგრძელდა. სქემა საერთაშორისო დაავადებების ინფორმირების ინფორმირების სქემა ალასანიას ოფისში უკვე მუშაობს. ალიანსის ლიდერს ყოველდღიურად პრესის გაცნობისთვის სავალდებულო 15 წუთი აქვს. ობიექტურად ასახავენ ყოველ შემთხვევაში იმას, ვინც ადრესებდა. შეეცმეა სწორი ან რამე არასასიამოვნო ამბავი მედიიდან, ნატალში საერთაშორისო პროცესების და პრესაში მოაქვს, თუმცა რაღაც მოულოდნელი ამბავი, რამე ყოფილი. ამბობს, რომ ყველაზე მეტად საკუთარი კონკურენტების კომენტარები და წინასაარჩევნო დაპირებები აინტერესებს. კონკურენტების სლოგანებიდან მხოლოდ გოგი თოფაძის სლოგანი იცის. სლოგანი რომელიმე თითოეულ. გოგი თოფაძის. ესე იგი მოხდა. ის ვერ ექნება იმოიგე. სლოგანი ვიკიპედია. ეს ისეთი სლოგანი. თავად ალასანიას დაპირებების მთავარი პრიორიტეტი დასაქმება ჯანდაცვა და სოციალური სფეროა. მერის პოსტის დაკავების შემთხვევაში ალიანსის ლიდერს მმართველობის სისტემის შეცვლაც უნდა. თბილისში ყველა გადაწყვეტილება მერის მიერ მიღებული და მერის მიერ მიღებული იქნება დაფუძნებული კომპეტენტური პროფესიონალი ადამიანების გადაწყვეტილებას, ერთპიროვნული გადაწყვეტილებები დამთავრდება, მთელი ბიუჯეტი იქნება გამჭვირვალე და კონტროლი სწორედ საკრებულოდან იქნება ყველა თეთრის გახარჯვაზე. ადგილობრივ არჩევნებამდე ალასანიას ერთთვიანი სამუშაო გრაფიკი უკვე გაწერილი აქვს.